მოგესალმებით პორტაჭალიდან. რვაფეხა სასწაულად, ხო? თორა რა ქვია? სასწაულად. რა ქვია? აი ამის გარა უნდა გამოგვივიდეს, არ ვიცი. სუმიჭოჭებს რა გვინდა. ძალიან სიმპათიურად გამოიყურება მე ვიმთხრა რა. მობძანეთ ხახნო ამ რესტორანში უგემრიელესი კერძები მზადდება. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მონადირეებო და ზოგადად ველური კულინარიის მოყვარულებო. მოგესალმებით პორტაჭალიდან. მოგესალმებით ორთაჭალიდან, River Hall-დან. ეს რესტორანი მე და შენ ძალიან შევიყვარეთ. იმედი მაქვს, რომ თქვენ დიდ ნაწილს ნანახი გაქვთ, აქ როგორ გავაკეთეთ სამეფო იხვი მე და შენ. ულამაზეს. იხვები. თუ ვინმეს არ გინახავთ, აშავებთ, პირდაპირ იწოდეთ. აშავებთ. და გადავწყვიტეთ, რომ დღესაც ამ რესტორანს ვსტუმრებოდით, იმიტომ რომ River Hall-ში ძალიან კარგი პირობები გვაქვს მე და შენ. ძალიან კარგი და თან რა მიხარია ხოლმე იცი რომ ჩვენი მეგობარი იმდენად ჩართულია გულიანად იმ საქმეში რომ გამოგვივიდეს საუკეთესო გადაცემები რომ არ შემიძლია თედო სართანიას მადლობა არ გადაუხადო. თედო, მადლობა. რვაფეხა, რომელიც თქვენ გახსოვთ, როდესაც მე და მალენი ლარნაკაში გახლდით, გადავიღეთ გადასარევი ფილმი და შევიძინეთ იქვე ზღვიდან ახლა დამოყვანილი რვაფეხა. სინცხალია მე რომ. სინცხალი. რო ამოძრავებდა ფეხებს და ახლობით აი ეგ სტადიაში. ეხლა თქვენის ნებართვით გადავინაცვლებთ მე და მალენი უკვე სამუშაო ალაგს და მივხედავთ საქმეს. ისე გიჭამია რვაფეხა, ისე მომზადებული დღეს როგორც უნდა გავაკეთო. ძალიან ხშირად, იმიტომ რომ მეც და განსაკუთრებით ჩემი ცოლიც გიждდება ამ ზღვის პროდუქტებზე და ხშირად გვაქვს ხოლმე ეს ბედნიერება. გადაცემა რომ დამთავრდება, მე ვიცი კეთუშას ვიხილავ დღეს აქ. კი ბატონო. აბა მოვყევით. სანამ გოგამოვა ჩვენ ერთი დავაგემოვნოთ აქაურობა ძალიან მიყვარს თედოსთან ყოფნა გემრიელეს რაღაცებს გვიკეთებს ხოლმე რა მეგობრებო შემოვედით უკვე დახურულ სივრცეში სადაც გაჩვენებთ როგორ მზადდება რვაფეხა სასწაულად ხო? თორა რა ქვია? სასწაულად. რა ქვია ამ კერძს? ხო, აი მაგის დასახელებაზე სიმართლე გითხრა, არ მეფიქრია. და შეგვიძლია რაც გაგვეხარდება, მოვიფიქროთ გადაცემის მსვლელობის დროს და ის დავარქვათ. ანუ რო გავსინჯავთ და მე რეალურად უნდა ვთქვათ, მოგვეწონა თუ არ მოგვეწონა? ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგვეწონება, მაგრამ თუ არ მოგვეწონა, ისიც აღნიშნავ. აი ამის გარა უნდა გამოგვივიდეს, არ ვიცი. შეიცვლის კონსისტენციას, როგორც კი მდუღარე წყალში ჩავყოფთ და ამას მაყურებელი იხდება. მართლა სხვანაირი ხდება? აბსოლუტურად სხვანაირი ხდება. ეხლა არის რაღაცა და იქნება აი ეგეთი თემა არის რა. წავიდა. მე რა შემიძლია მოგეხმარო? მარლენ, შენ მინდა შენ ნახე როგორი თემა არის. გადავინაწილოთ მე და შენ. რა მე მივხედავ ამ რვაფეხას. დიახ. შენ თუ არ შეგაწუხებ რომ ხახვი დამიჭრა? კი ბატონო. ნიორი დამითალო, იმიტომ რომ ნიორი, ხახვი და დაფნის ფოთოლი, რომელიც სხვათა შორის სენაკიდან არის, ჩემის თედოს ეზოდან. ეგრე კი არ არის საქმე. უნდა ჩავყაროთ მე და შენ ცხელ წყალში. და სურნელოვანი ისის დაგჭირდება შენ ციცაკა. ციცაკა და შავი ციცაკაც, ანუ მარილი გენდომება კიდე შენ. მარილი სხვათა შორის დიდად არ უნდა, იმიტომ საკმაოდ მარილიანი არის თითონ, იცი? მართლა? კი, ანუ როგორც წესი თევზეულობას რო ხარშავთ, ჩვენ კარგად მარილს უშვებთ, აი ცოცხალს რო ხარშავთ ხოლმე, მაგალითად. ისე უნდა რა. ვიცი, ჯიშიანად რა, როგორც იტყვიან. ამ შემთხვევაში არა? ამ შემთხვევაში არა. ამ შემთხვევაში მარილს უშვებით მე. თევზის სუნი აქვს. თევზის სუნი არის რა. კი ბატონო. კარგი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამისგან გამოვა რაღაც. ოღონდ პირველი შენ სინჯავ. აუცე მე უკეთეს გეტყვი, თუ გინდა შენ საერთოდ ნუ გასინჯავ. ჩვენ მეტი დაგვრჩევ. კაი. რა მინდოდა რომ მეთქვა უბრალოდ ერთადერთი თხოვნა მაქვს, კიდე სანამ დავიწყებთ, აი ეს ნახე კარგ ფრაზას ვამბობდი, მიყვარს მე ეს ფრაზა. სანამ
ქუხნა სახში ფუსფუს დავიწყებთ. ერთი შენ გაზდა გახარებას, აი დანამიდოს და ესეთი ფართუკი და მომაწოდე რა. წინსაფარი ქვია ამას. წინსაფარი. კი ბატონო. მომაწოდე. ბატონო ჩემო. შენ დანაც გენდონება. გაგიკვირდება და მინდა. ეს გამახსენდა ეს დანა. გაგახსენდა ეს? მიხეილ მდივანმა რომ გაჩუქა. ესეც მიხეილ მდივანის შემოქმედება გახლავთ. დაიც ეგრე მარტივად არ არის ცხოვრება ჩვენ რო გვინდა. მედალოსანი დანა. დიახაც. აი გენაცვალე. მე შენიშნებათვით ამდანი თუ იმუშავებ და შენ მახსოვს მე ბატონმა თემურმა ძალიან კარგი დანა გაჩუქა. დიახ და მე შეგიძლია იმით გავაგრძელებ საქმეს. გააგრძელო საქმე. ალენ, ეხლა მოდი ესეთი რაღაც ვქნათ. მე თედოს ვთხოვ რომ მოგვიტანოს ქვაბი. დიახ. თედო თუ არ შეგაწუხებ ეს დუღარი ქვაბი მოგვიტანა ეს გაძლებს ქვა არის. და მაყურებელს და შენ მინდა განახოთ როგორ იცვლის ფორმას და რა მოზლის მდუღარე წყალთან. ძალიან მაგრამ შეხებისას აი არ ესეც მინახავს არასდროს. უშეგენაცვალე. შემოიწიე ცოტა და ნახე როგორი თემა არის. აი ესეთი ნახე როგორი რო აფეხა არის. და ეხა ნახე რა მოუვა. ნახე უკვე როგორ პატარა კი უკვე დაიხვა. კი ბატონო. ეხლა ეს რამოდენიმე წამი ესე უნდა გავაჩეროთ მე და შენ? ანუ ეს მარტო ფეხები უნდა გააბანინო? არა, ეხლა მინდა რომ განახო ეფექტი, გაიგე? აი უკვე სულ სხვა იმაზე არის, სტრუქტურაზე, ხედავ? დაახლოებით 10 წამი ვაცადოთ და აი ასეთი იქნება. ეხლა ჩვენ უნდა ვქნათ შემდეგი რამ. კლასიკურად, სიმართლე თუ გაინტერესებს, თავს აჭრიან ხოლმე და თვალებს. აი აქედან ეს ყველაფერი მოსაჭრელი არის. ეხლა მე და შენ ეს გავაკეთოთ, ვიხმარ ცოტა ხანი შენ დაფას. აჰა, გავითავსფლი ადგილი. ოქრო ხარ. ნუ არა, კაი სუნი აქ ბიჭო. ბიჭო, გადასარევი რამე არის რა. მართალია ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა შეადარა საბურავს. არა, დაცა როგორ თქვა, პაკრიშკა არის. მაგრამ ნამდვილად არ არის პაკრიშკა. თუ გვიყურებს ახლა ჩვენი ვიყურებს, დარწმუნებული ვარ რომ გვიყურებს. აი, ასე ვთქვათ, ჩვენი 8 ფეხა უკვე რაღაცას დაემსგავსა. კი, უკვე. ეხლა ეს შეგვიძლია ჩვენ ესე ჩავდოთ. გოგა, რა მაინტერესებს? დიდხანს იხარშება ზოგადად რა. იცი როგორი თემა არის? რამოდენიმე სისტემა არის. ეს შეგვიძლია ეხლა 10 წუთი მოვწალოთ, მოვხარშოთ. დიახ. და მე ტაფაზე დავამატოთ, მაგრამ მე მირჩევნია რომ ამან დაახლოებით 40 წუთი მაინც იდუღოს. დიახ. და მე ტაფაზე მოვთუშო და შევბრაწყო. აი ეგეთი თემა არის რა. გასაგებია. თედო ძალიან თუ არ შეგაწუხებ რა. ოქროს ბიჭი ყავს. მადლობა თედო, უღრმესი მადლობა რა. გარდა იმისა რომ გმასპინძლობს, თან გვეხმარება კიდევაც რა. კი ბატონო. ეს გადავამატოთ. ეს გაგიწიო გინდა? ეს საერთოდ შეგვიძლია ახლა მე და შენ მოვაშთოთ აქედან და მივხედოთ. კარგი, ესე იგი შენ ჩემგან გჭირდება ხახვი. მე შენგან მჭირდება ხახვი. მე ხა რავს ფიქრობ, იცი რომ ეს თავიც მინდა რომ გავაკეთო რა. კი, თავის თვალებიც მე მიყვარს. ყველაფერი, ხო, აი იმას ამოვაჭრე უბრალოდ. ერთ-ერთი მან ხო თუ რამე აქვს უჭმელი ის ამოიერე. მას შხამს საიდანაც უშვებს ის ძირითადი ამოღებული არის მე მაინც. ეს უშვებს შხამს. არა, ეს ისინი ამოვაჭერი, აი ანუ შენ უკვე მანამდე მოვარიდე ეს ყველაფერი გასაგებია. კი ბატონო. აი გენაცვლე. ესე გავაკეთოთ. აი ნახე. კარგად გასუფთავებული არის ძმაო რა, კარგად მიმუშავია. საღოლ გოგოს. ეხლა მე 2 წუთით გავალ კადრიდან თქვენის ნებართვით და ჩავამატებ ამასაც იმ წყალში, რომელსაც შენ მალე გააკეთილშობილებ. აი გენაცვლე. ძალიან სიმპათიურად გამოიყურება მე რომ მკითხოთ რა. მარლენ, იქინა გამომდინარე რომ მე ეხლა დროის ლუფტი მაქვს. მინდა რომ დაგეხმარო რა, ამიტომ შემიძლია გითანამშრომლო. მართლა მაშინ ნიუ-იორკს მიხედე შენ და ხახვი შემახსენე წვრილად გჭირდება. მოდი ხავს მე დავჭრე, იმიტომ რომ დიდი დანა მიჭირავს. ხო, უფრო მოხერხებული იქნება. და სადღაც მქონდა მოტანილი თეთრი თეფშები, აი. აი აქ დავდოთ ჩვენი დაჭრილი ხახვი, შენ შეგიძლია ნიუ-იორკი უცებ დაჭრა და ასე შეგვიძლია. თედო, შეიძლება ჩვენს მაყურებელს გავაგებინოთ ერთი საინტერესო ფაქტი. მოიწია ახლოს დაუდეხი მამას. რატო ხმარობთ ამ ტიპის დაფებს და არა ხის დაფებს? რესტორანში. დიახ, ზოგადად რესტორანში ხის დაფები არ გამოიყენება ჰასპის სტანდარტის მიხედვით, იმიტომ რომ ხეს შეიძლება დაჭრის დროს მოძურეს, ესე ვთქვათ, ნაწილაკი რა. დიახ. შემდგომში ის საკვებში მოყდეს, ან ხორცში, ან იგივე რა ვიცი, სოსტნეულში და
ну, ცუდად, ესე ვთქვათ, ცუდად შეიძლება გახდეს ადამიანი. კი ბატონო. ადრე იყო მიღებული, ეხლა ამ სტანდარტების მიხედვით აღარ ამიღებული. ანუ ეხლა არის ახალი სტანდარტები, ესე იგი. ეხლა ეს ჩემთვის ახალი იყო, იმიტომ მთელი ცხოვრება მუშაობდი ხის დაფაზე და მიყვარს კიდეც ხის დაფაზე მუშაობა. ჩვენ ხა ტყეში რო ვართ, იქ მოსულა და ამ კაცს ოფიციალური რესტორანი აქვს, რა ისეთი თემა არის და ადრე ხორციც ეხაც ანუ მუშავდებოდა ჩაოლებრივი ჯიკზე, ხო? როგორ არის ჯიკზე მუშავდებოდა. ეხლა უკვე არის ესეთ თეთრი სპეციალური პლასმასი, ესე თქვა დამუშავებული, რომელიც არის საკოპშიც რომ მოყვება, ეს ანუ ეს რუსული ჟარგონული სიტყვა რო ვიხმაროთ, პიშივოი პლასმასია, ესე და არ მოხდება არაფერი. და აი მაგიტომაც არის ეს გამოყენებადი, ესე თქვა, ესე ხშირად იმაში. იცოდით ეს ამბავი? აბა რამდენმა იცოდით დაპლიუსტით. ნუ ალბათ ვინც არის ამ ფერხულში ჩაბმული. მე პირველად გავიგო. მე და შენ არ გვაქვს რესტორანი. სიმართლე გითხრათ, იმ ხის დაფას მაინც თავისი, ესე ვთქვათ, მუღამი ხო რაღაც. მაინც ქართულია, მაინც მე ბევრ რაღაცაში ვეწინააღმდეგები ამ ხალხს. მაინც თავისი ხიბლი აქვს, თავისი ეხა პლასმაზე მუშაობა და ოჯახში რას ხმარო? რა თქმა უნდა ხეს. აი, ნახე რა საინტერესო ვარიანტია. ხო, აქ უბრალოდ იძულების სტანდარტებს იცავ. რა თქმა უნდა, სტანდარტები უნდა დავიცვათ. მობძანეთ ხახ, ნუ ამ რესტორანში უგემრიელესი კერძები მზადდება. აუ, თან მეგრული სამზარეულო თუ გიყვართ, რა გითხრათ. კაი, ძალიან დიდი მადლობა შემოგევლე. და როგორ ლამაზად არის, ნახე ბოსტნეულისთვის მწვანე გამოიყენეო და ხორცისთვისო წითელიო. აი ყველაფერი როგორ ლამაზად არის, ხო? ესთეტიკას ძალიან თვითონ ისეთი ბიჭია, მოწესრიგებული რა. მოწესრიგებული კაცია ნამდვილად და არ მიკვირს მე თედოსგან ესეთ დეტალებზე ყურადღების მიქცევა. კაი, ეს გეყოფა თუ არა? კი. ამასობაში ჩვენი ხახვი გამზადდა და გადავდოთ. ეს ეხლა შეგვიძლია გაუშვათ. მოდი რა ვქნათ, იცი მარლენ? გეტირება ხო? ხო, ცოტა ისეთი გემრიელი კერძი უნდა გააკეთო. მე მომზადე ეხლა ხახვისთვის, რა ქვია, ტაფისთვის მოშათუშა და იქ ჩასაყრელად არ მომიმზადებია. ამიტომ ორი წამი კიდე უნდა დამელოთ. სიამოვნებით. სხვა რა გზა გაქვს რო? მე მანამდე წავალ მეგრულ ხაჭაპურს გავსინჯა. მე დიეტაზე ვარ და ეს კიდე თედოს მეგრული ხაჭაპურებით იკვებება რა. აი ამ ხაჭაპურზე როგორ შეიძლება კაცო უარი თქვები გიხვეწები რა. თედო, თუ არ შეგაწუხებ შენი ეზოს დაფნის ფოთოლი, მომიწყვიტე 1-2-3 ცალი რა. მე 1 ცალი აქ ვიტოვე უკვე. გამიდევი ეგეც. ბატონო. ეხლა მარლენ გაგიკვირდება და ამასთან ერთად დუღარე წყალში მე და შენ ცოტა ძმარი უნდა ჩავასხათ. რაფეხის თემა ეგა. კი ბატონო, ძმარი არის უმაღლესი ხარისხის და თუ არ შეგაწუხებ, რო წამომიღო ეს გულით ამასაც ჩავა. კი ბატონო. დავით თვითში. თედო კიდე უნდა შეგაწუხო. უკვე სუნი კარგი წამოიღო პრინციპში. ეხლა ცოტა ძმარი უკნათ, აი ესე ჭირდება. ანუ საბერძნეთში ესე გითხრეს რომ მოხარშვის დროს ძმარი უკენითო და ვენდოთ იმ ხალხს. ეხლა ეს იგივე არის რომ ჩვენ რო ჩაკაფული ვასწავლოთ, ხო უნდა გვენდო? აი ესე ძმაო, აგერ მეორე დაფნის ფოთოლი და რამოდენიმე კაკალი დაახურე თავს. სხვათა შორის უნდა აღვნიშნო რა, რომ ჩვეულებრივი თევზი სუნია. კი, იმიტომ რომ გაგიკვირდება და ჩვეულებრივი თევზია. მოდი, რა ვიცით 8 ფეხაზე? 8 ვიცით 8 ვიცით 8 ფეხაზე. მე 8 ფეხაზე ვიცი. თუ საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის, შემდეგი რამ, რომ აქვს 8 ფეხი. არა აქვს ტანი, თავიდან ეზრდება ეს ფეხები. აქვს 3 გული. კაი, კაცო. აბა, ჩვენ ხა 3 გული გაუნგმირეთ ერთი ხელის მოსვლით. რა სლავა? კი, 3 გულიანი არის 8 ფეხა. ძალიან ჭკვიანი არის, ანუ დელფინის შემდეგ ითვლება, რომ ყველაზე ჭკვიანი არის ზღვაში რა, ვეშაბზეც და ასე შემდეგ. შენ შემთხვევით ეს ინფორმაცია ლარნაკაში ხوار მოიპოვა. არა, ეს ინფორმაცია გაგიკვირდება და სკოლიდან მაქვს. თუ გახსოვს, შენ ჩვენ დროს იყო დიდი საბავშვო ენციკლოპედია იყო, ესეთი დიდი წიგნები იყო, ყვითელი ყდები ჰქონდა რაღაცა, მიყვარდა ხოლმე. ძალიან ლამაზი ილუსტრაციებით იყო, ლამაზი სურათებით და საინტერესო ინფორმაციით, რა და იქ მაქვს გამოკითხული და მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ბებერი ვარ. ხოჭახში, კაი მეხსიერება გქონებია. გადამიდგი. ეხლა მე და შენ ნახე რა უნდა გავაკეთოთ, ნიორი დავჭრათ. დიახ. და ცოტა მომაწოდე, აი ბულგარულები მე მომაწოდე, ერთი წითელი და ერთი მწვანე. და მოვამზადოთ, ასე ვთქვათ, მეორე ეტაპისთვის ეს ყოველი. და რა უნდა დაგიჭრა, რა მითხარი? ნიორი. ნიორი რა მინდა, იცი? წვრილად მინდა რომ დამიჭრა ნიორი. დიახ.
რომ ტაფაზე ძალიან უხდება მოთუშვის მომენტში. თან მინდა რომ მოვთუშო ზეითუნის ზეთი მინდა რომ ვიხმარო და ნაწილობრივ იმიტომ რომ აფეხას ძალიან უხდება ზეითუნის ზეთი. ხო არ გაიხსენებდი ლარნაკას. სიამოვნებით გავიხსენებდი ლარნაკას, იმიტომ რომ ძალიან კარგი მოგონებები ჩამოვიტანეთ მე და შენ. პირველი და საინტერესო და საგულისხმო ალბათ ის იყო რომ საპრიზო ადგილი წამოიღეს და სპორტსმენებმა და ყველაზე სასიხარო, ყველაზე სასიხარო ქეთევანმა. ქალბატონმა ქეთევანმა კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ქალბატონო ქეთევან ამ წარმატებას. მე ის იყო კარგი რომ ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით. დიახ. გავეცანით კვიპროსის ყოფას, ცხოვრებას, ნახეთ მონადირეები, რომლებმაც მოგვიყვნენ, რა პრობლემებს აწყდებიან სანადირო კუთხით. რა არის დასახვეწი, უამრავი რჩევები მოგცა ამ ხალხმა, რომ გავითვალისწინოთ სოციალურ ქსელებზე რომ მოგცეს რჩევა დარიგება. გამიკვირდა, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ არ ვაქცევთ ნამდვილად ასეთ დიდ ყურადღებას სოციალურ ქსელს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბის დამფუძნებელმა და ძალიან კარგმა კაცმა და მონადირემ ტოშკამ დაგვაკავშირა მაგ ადამიანს, რა? დიახ. ანგელოზი ჩვენ კარგი სახელი აქვს, როგორ გინდა არ დაუჯერო. გითხრა ესეთი რამე, რომ ყველაფერი დაიწყო იმითიო, რომ აი ამ NGO-ებმა და ძალით და ფრთხილებში გარემოს დამცველებმა და ცხოველთა უფლებების დამცველებმაო დაიწყეს ძალიან დიდი შეტევა სოციალურ ქსელებში და ჩვენ უბრალოდ ყურადღება არ მივაქციეთო, ამასო სათანადოა. გავატარეთ ასე მონადირეებმა გავატარეთ, რა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მე და შენ უკვე აღვნიშნეთ, სასწაულად დიდი პროცენტი არის კვიპროსზე მონადირეების. ხო. ძალიან მთელი ყველა მე8 ადამიანი ითვლება რაღაც 15000 თუ 50000 მონადირე ყავთ 800000-იან კვიპროსში. ამ სასწაული რიცხვი და მიუხედავად ამისაო, ეს რო გავატარეთ და სათანადო ყურადღება არ მივაქციეთო, ძალიან წავაგეთო რა და პირველი რაც შემიძლია რომ გირჩიოთო რა. იქნება ეს ახალი კანონმდებლობა, იქნება რაღაცის მიღება. როგორც კი NGO-ები და ეს ცხოველთა ძალით უფლებების დამცველები აყაყანდებიანო, ეგრევე მიეცით პასუხიო, ეგრევე მასას თქვენი პოზიციაც გააცანითო, რომ ეს ხალხი არ არის მართალი, რომ ეს ხალხი ამას არასწორს ამბობს, იტყუებიან და აი ასე შემდეგ რა. და ცალსახად ყურადღება მისაქცევი არის ნამდვილად რა. და რაც შეეხება ტყუილს, ბარემ აქვე ერთ ფაქტსაც აღნიშნავ ამ დიალოგიდან რა. რომ კითხე რომ აი ხა ტყვილი მეთქი ისეთ ხმამაღალი ნათქვამია და რაში გამოიხატება როგორ დანაირებენ კაცმა მიპასუხა რომ ერთ-ერთმა ესეთმა დეპუტატმაო ნუ მწვანემ ასე ვთქვა ბავშვები წამოიყვანაო მთელი კლასიო და მთელი დღის განმავლობაში დღის რაღაცა პერიოდის განმავლობაში უფრო სწორედ ტყეში იყვნენ და დადიოდნენ აქეთ-იქით და დღის ბოლოს გააკეთა დასკვნა რომ აიო მონადირეებიო რო ამბობენო რომ ბერმიტაცებელი არისო და მელიები გვაწუხებენო და მელიების პრობლემა არისო აბაო ბავშვებო სადმეო მელია დაინახეთო არ არისო მელიები არ გადავიდა აი ხვდები რა დონეზე ეს ხო ოფიციალური ფაქტი არის ამ დეპუტატია ის კაცი აი ის კი არ არის რომ ვიღაცამ რაღაცა მოიგონა ხო აი ამ დონეზეც კი იმაშვებია რა ქვია ნუ აი არც ვიცი რა დავარქვა სიმართლე გითხრა თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. გვიყურეთ, გამოიწერეთ არხი, თუ გინდათ რომ არ გამოგჩერთ არც ერთი ვიდეო და იქ ჩართეთ ზარის ღილაკი უნდა, ხო, რომ ჩართო რომ ზარის ღილაკი უნდა რომ ჩვენთან იყოთ რა. და აპდეიტებულები იყვნენ ასე ვთქვათ ჩვენი კარგი მაყურებელი. მაშინ გავაგრძელოთ ახლა კერძზე საუბარი. ეს კერძი შენ ოდესმე მაინც გაგიკეთებია, ესე იგი, ხო? ამ კერძს მე ძალიან ხშირად ვაკეთებ, კიდევ ერთხელ გამეორდები რა, რომ ძალიან გვიყვარს მეც და ჩემ მეუღლესაც. და ხშირად როგორი თემა არის, მე მყავს ბათუმში ძალიან დიდი სამეგობრო და საძმაკაცო და მოკითხვა თელ ბათუმს, თელ აჭარას, ყველას ბიჭებო, ჩვენს გულებში ხართ. მათ შორის არის ესეთი გოგა გუბელიძე, რომელიც ეხლა სამწუხაროდ ბათუმში აღარ ცხოვრობს. ოდესაში გადავიდა, მაგრამ ეს ბიჭი იყო შიფშანგლერი. იცი რა არის შიფშანგლერი? არა. პორტში მუშაობდა შემოსული გემების მომარაგებაზე. ანუ როდესაც გემი შემოდის სხვა სახელმწიფო პორტში, რაც ჭირდება წინასწარ აცნობებენ, ასე ვთქვათ, ამ კომპანიას შიფშანგლერებისას. იქნება ეს პროდუქტი, სულსაც ანოვაგე ტექნიკური რაღაც მნიშვნელობა არ აქვს და ეს კომპანია ამათ ამარაგებს რა.
ანუ პროდუქტი რაც ჭირდებოდათ, ეს ბიჭი უზრუნველყოფდა ამ პროდუქტის მიტანას გემზე. და იქიდან გამომდინარე, რომ იცოდა, რომ მე და ქეთუშას ძალიან გვიყვარს ეს ზღვის პროდუქტები, ფილიპინებიდან, ინდოეთიდან, ესეთი ქვეყნებიდან რო შემოდიოდა გემი, ყოველთვის ეუბნებოდა, რომ რამე ისეთი მომეცით, რაც აქ არ არის. გაიგე, იმიტომ რომ ხმელთაშუა ზღვიდან ხა თურქეთიდან უამრავი გემი შემოდის და რა ფეხები სულ ქონდა. მაგრამ ისეთი რაღაცეები მაქვს ნაჭამი, რომ დღემდე არ ვიცი რა არის. გაიგე რაშია საქმე? მაგრამ გემრიელი იყო და ცოცხლები ვარ, ჯანმრთელები და არ მომწავლულა. ხო, საინტერესოა, ძალიან საინტერესო. აი ეს არის თედოს იდეა. ანუ მე მგონია რომ რაგბის პონჩი ძალიან მოუხდება ესეც რომ დაუბრაწოთ რა. არც მიფიქრია რომ ეგ გაგვეკეთებინა და აი ძალიან კაი აზრები მოსდის ამ კაცს. ჩემი რეცეპტორები რო დავაკავშირე 8 ფეხა და სიმინდი რაღაცა ჩაჯდა. მადლობა თედოს კიდევ ერთხელ. ნახე რა კაი რაღაცა არის, მიყვარს. ხო და რა შეეხება კიდე ლარნაკას. პირდაპირ რო გითხრათ, ვერ მოვიხიბლე კუნძულის სილამაზით. ვერ ვიტყვი რომ ეს ყველაზე ლამაზი ადგილი არის, სადაც ყოფილი ვარ. მაგრამ რამოდენიმე მომენტი მქონდა მე და შენ თუნდაც ქართულ მონასტერთან რო ვიყავით, ახლომახლოს ძალიან ქართველები მაინც ამიჯერი ხალხი. რა მაგარი ადგილას ხონდეთ? აი საუკეთესო რაც შეიძლება კვიპროსში გეპოვათ, საუკეთესო ადგილი აქვს ადრე ჩვენს წინაპრებს შერჩეული. თან ეს ყველაფერი დრონზე გვაქვს გადაღებული ხახო და ატვალიერებს ნახეთ, მოგეწონება თქვენს. კი. ნამდვილად რა და იმის თქმა მინდა რომ 7-იანზე შევაფასებ 10 ფულიდან, მაგრამ იყო მომენტები, სადაც ძალიან მოვიხიბლეთ მე და შენ. მაგალითად, გახსოვს სანაპიროზე რო წავედით და იქაც რაღაცა რო შევჭამეთ, რო არ ვიცით რა იყო. იქაც 8 ფეხა იყო. არა, 8 ფეხაც იყო. კიდე რაღაცები იყო, მე არ ვიცით რა იყო, მოდი პირდაპირ. და გამოტანილი რო ქონდა სანაპიროს ეს ზღვის კომბოსტო და რაღაც ისენი გამხმარი არ გახსოვს? კი, როგორ ლამაზი სანახაობა იყო. დაგლაპარაკო. ულამაზესი და უგემრიელესი. გოგა, პამიდორი რატო გვაქვს? პამიდორი ნახე რატო გვაქვს? იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი 8 ფეხა დაახლოებით 2 კილომდე არის და მოიკლებს თავისთავად, რომ კილოზე მეტი მაინც დარჩება, არც კი სხვენია როგორ შესაძლო. მე მგონია რომ შეგვიძლია 2 კერძი გავაკეთო რა. ანუ ერთი შემიძლია გავაკეთო ერთნაირად და მეორე ჩავთუშო პამიდორში. ანუ წვენი გავაშვებინო პამიდორს და იმის წვენში ჩავთუშო. და ერთი შემიძლია ვქნა ისე რომ უბრალოდ მოვთუშო თავისივე წვენში და სოკოსთან და მოკლედ მაცადე შენც და მაყურებელმაც და განახეთ რას გადავხლაპო რა. ხარისხის კონტროლი გავლილია. გავლილია. უგემრიელესი არის. ამ რესტორანში ყველაფერი უგემრიელესი არის. მოდი შევთანხმდეთ. მე მეცაც გეტყვით ხახო, ძალიან მიყვარს აქ მოსვლა ხოლმე. იმიტომ რომ ნაღდად შეგრძნება მრჩება რომ თითქოს ოჯახში ბრუნდებიო. ყველა წევრი, რომელიც გვემსახურება ამ რესტორანში, ხახო, არიან მომართულები იმაზე, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს აქ და ოჯახის წევრები არიან. ანუ ის იცის მე მგონი ჩვენმა მაყურებელმა, მოდი კიდევ ერთხელ ვთქვა, ეს არის საოჯახო ბიზნესი. ჩართული არის ოჯახის ყველა წევრი. არ უყურებენ ამას როგორც ბიზნესად. ეს არის მათი ცხოვრების წესი, ხალხო, ოჯახი არის ამ ხალხის და იმიტომ არის აქ ყველაფერი ყველაზე გემრიელი. მობძანდით, დააგემოვნეთ და თუ ვიტყუებით, ეგეც გაგვაგებინეთ. კარგი იყო, ხო შენ? ეხლა ამ გაიცი? კაი, რა შემოგთავაზო? სოკო უნდა დაიჭრას თუ არა? ხო და აი მაგას უყურებდი ეხლა ზუსტად. არ მინდა რომ კუბიკებად. აბა როგორ გინდა? ალყა? ნახევრად, ნახე როგორ მინდა რომ გააკეთო. კარგად გამოგდის. აი ესეთი თემა მინდა რომ გააკეთო. გავაგრძელო? რა თქმა უნდა. მომაწოდე, კარგი. რახან შენ გეზარება და არა, არ მეზარება, მე უბრალოდ თქვენს ნიჭიერებას ვაძლევ ფრთა აღნიშნავ, მადლობს საშუალებას. ვასხავ, ასე რომ ვთქვა, იმიტომ რომ შენ ხელში უკეთესად გამოდის ეგ ყოველი. აჰა. კარგი ბატონო. ხმარები მე არ თქვა რომ მონაწილეობა არ მიგიღიაო. საერთოდ გამახსენდა ეხა ფრაზა რომ ვინც არ შრომობს ის არ ჭამს. ხო და აი მეც ეგ რო გამახსენდა, იმიტომ ჯობია საქმეს მივხედო. კაცო, შენ ის კაცი არა ხარ, რომელიც ამბობდა რომ მე ამას არ შევჭამო? ხო, მაგრამ ეს ყველაფერი ეხა ასეთ სუნში დიდხანს მე მაგნოტაზე ვეღარ ვიქნები რა. უგემრიელესი სუნები ტრიალებს. დედას გეფიცებით. სანამ აი ხა ჩვენ ამ ყველაფერს შეუდგებოდით, ტყვილი რო არ გამომიდგეს 1-3 აი ამ ხელანაჭერი
მეგრული ხაჭაპური აქვს. ცოტა დააპატარავე, რა მონადირესავით ყვები ყველაფერს კაცო. აი ამ ხელა ნაჭერი, აი ამ ის ხო იცი ის ანეკდოტი. თვალები ქონდა ამ ხელა, აი ეგ თემა არის რა. რა ოქნა ჩემო ძმაო, ესეთი ხაჭაპური მალე გულგრილს ვერ დაგტოვებს. აი ამინდა იცი გიოს მინდა ვთხოვო რომ ეს ქვევრები გადაიღოს. თუ შენ ვიცი გარემო გინდა რომ დავათვალიერებინო და თან ამ ქვევრებს ჩვენთვის ძალიან სხვა დატვირთვა აქვს, სითბოს აშუქებს ეს ქვევრები. გიო, გიხვეწები. მოდი დაათვალიერებინე საერთოდ სად ვიმყოფებით, რომ ხალხი დატკბეს ამ სილამაზით. მალე. ახლა რა კარგად მოვიფიქრეთ მე და შენ. წიაუკარო არ გვერბინა. კარგი აზრი არის, თან კამერაში ჩანს ყველაფერი, იმედია ყველა ხედავთ ამ ყველაფერს და ეხლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი. კი. 40 წუთი გავიდა. აბა ჩავიხედოთ ერთი რა ხდება შეიგეთ. ნახე რა, ლამაზი ვარსკვლავებით არის, ბიჭო. მალე მომაწონე თუ არ შეგაწუხებ აი ეს მოწყობილობა. რო და ამოვიღო. ხმეო სახელს. არ ვიცი რა ქვია. კაპჩა, რა ქვია, რაც ქვია. რაც ქვია მოგაწოდო? რაც ქვია მომაწოდე. ხალხნო რა ქვია ერთი გითხარით რა გეხვეწებით. მაგრამ რა არის იცი ეს? იმდენ მად უნდა იყოს ჩანგალიც, აი მომაწოდე ეგ ჩანგალიც. ხო გახსოვს რა ხელა იყო, რა ფეხა ეხა იქნება სამჯერ დაპატარავებული. რას ლაპარაკობ? აი ნახავ. უი რას ლაპარაკობ, როგორ დაპატარავებული? აი სულ ეს არის რა. ვა. ეხა ჩავწუროთ მე და შენ ეს ცოტა ხანი. კილო რა ღირდა? 67 ლარი ღირდა ჩვენ ფულზე. არ გადამრიო ხა 67 ლარიდან რაღა დარჩა მათ. ბიჭო, ნახე 20 ევრო ღირდა პატარა, ისენი რა ქვია, 8 ფეხები რა. დიახ. 23 ევრო ღირდა დიდები. ეს გადის დიდში. ანუ 67 ლარი არის ჩვენს ფულზე რა. კაი ძვირიანი ვარიანტი ყოფილა ეგ. და გამოვიდა, რა გამოვიდა? ხო, აი მაგას ვიზახი რა. რო აღარაფერი გამოვიდა, იმიტომ გაძვირდა ეხა მაგის ფასი. ეხლა ეს მე და შენ, აი ესე გადმოვიღოთ, ცოტა ხანი გაგრილება ვაცადოთ. რა ლამაზია და ფერი როგორ შეიცვალა მალე, ხო გითხარი რომ შენდის ფერი გახდება მეთქი. ძალიან ეფექტური ყოფილა. ეხლა აქ ნახე არის როგორი თემა რა. ნაწილი ძალიან მარტივად იწმინდება კანისგან. ეხლა ჩვენ ეს, მოდი რას ვიზავთ, მე ხა მას გავჭრი და ნახევარს მოგცემ შენ, რა სიტყვა. კი ბატონო, ოღონდ შენ მე უნდა მასწავლო, რა უნდა გავაკეთო აქ. პრინციპში ძალიან მარტივად, მაგას გიხსნებ, შეგვიძლია მე და შენ ეხა ეს კანი მოვაცალოთ, ძალიან მარტივად ეცლება, ბევრი აცლის. მე არ ვაცლი ხოლმე. არც მე არ მოვაცლიდი. მოდი მე ხა აი ამას აი ასე ვიზამ. ნახევარს შენ გავმოგიდებ. ნახევარს და რა უნდა გავაკეთო? უნდა დავჭრა წველება, ატარება? მოჭერი ეს ისენი რა ქვია, ფეხები. ასე. კი ბატონო. არის უფროსო. კი. აჰა, პატივცემულო. და ჩვეულებრივად აი ასე დაჭერი. აბა რამხელა ზომებად. აი ნახე როგორ ვჭრი. აჰა, გასაგები გახდა. ო რა გაისუნი აქ. მომწონს. შვენიერი სუნი აქვს და ეს თეთრი არის ხორცი, ანუ ძალიან ბევრი აცილებს ამ კანს, რომელიც პრინციპში მარტივად ცილდება რა, აი ნახე. შეგიძლია რომ აი ესე მოაცილო. მოდი დავტოვოთ რა. მაგრამ მეც მაგას ვამბობ რა, ანუ შეგიძლია რომ მოაცილო, მაგრამ შეგიძლია რომ დატოვო, გემრიელია. კი ბატონო, მეც მგონია რომ გემრიელი იქნება ეს კანიც და ყველაფერი. ო რა გაისუნი აქ. სუნი კი არა, ეხლა გემოთ ძალიან მალე ძალიან გემრიელი ექნება. ეხლა ჩვენ ამას სანამ დავჭრით, გაცივდება ძალიან მალე და ვიზამთ შემდეგ რამეს შემოკარგო. დიდ ტაფაზე ცხიმში კარგად დაუბრაწავთ. დიახ. აი ამ ჩვენ მომზადებულ ინგრედიენტებთან ერთად. ბევრი კი არ უნდა, სულ 10 წუთის თემა არის რა. ანუ ჯერ ხავხთან ერთად თუშებად და მე ეს ნახე როგორი თემა არის. არა, პირდაპირ შეგვიძლია. სულ თავი ბოლო უნდა 10 წუთი რა. 10 წუთი ხავხსაც ეყოფა. დიახ. ამასაც ეყოფა, ტრიფონიასაც ეყოფა რა.
თუ ტრიფონიას ეყოფა, მოდი გავაკეთოთ მაშინ. მეც ესე ვფიქრობ რა და მე უბრალოდ შევასუნელებთ, ცოტა მარილი ვქნათ, გვაქვს ჰიმალაის მარილი. აუცილებლად ზეითუნის ზეთი უნდა მოვასხათ ზემოდან. და იქნება ლო ფანტასტიკ. ესე იგი, ხაჭაპური ხო გემრიელი იყო. ხო? და აი ხო გემრიელად მივირთვი, მაგრამ ამ დროში მომშივდა. ეხლა მივხვდი რომ მშია. აი, მოითფინე 10 წუთიც და დაგაპურებ. და სიმინდები მთლიანად? სიმინდები მთლიანად, მაგრამ ჯერ ახლა დაიცადე, უბრალოდ ტაფას დავადგამ, რომ ტაფა გაცხელდეს. გადავდგამ ქვაფს და დავდგამ ტაფას. გელოდები. ალე, მომაწოდე ეს ამოსაღები, იმიტომ რომ აქ დარჩა კიდე 8 ფეხის ნაწილები. და მე ახლა შევეცდები რომ ეს ამოვიღო. აი, ელის იმდიდრეა, ეგრე კი არ არის საქმე. არც 1 გრამი არ უნდა დავკარგოთ მე და შენ ამ 23 ევროიანი ისე აქვია 8 ფეხის. მე გადავდგამ ახლა ქვაფს. და აი, ესეთი რაღაცა ვქნათ. შეგვიძლია ცოტა ცეცხლი მოუმატო, რომ კარგად აგიზგიზო აქაურება. შენ გაიხარე. ვაცადოთ. ესე იგი, ჩვენ გვაქვს შავი პილპილი, ჩვენ გვაქვს ჰიმალაის მარილი, ეგრეთ წოდებული. რომელი არის? რა მნიშვნელობა აქვს, როგორც კი გამოჩნდება ეგრევე და ინახავ. რა თქმა უნდა. და სოიო უნდა რა. ცოტა უნდა. და ზეთი. ზეითუნის ზეთი, კი ბატონო. ბიჭო, მართლა მომწონს ხო ეს? ხახვი სტუდიაში. დავიდა. სიმინდი ახლა მოგაწოდო თუ მერე? სიმინდი ახლა უნდა მომაწოდო. ამ სიმინდს დაუბრაწავ, ახლა ჩავდებ, მადლობა გენეცვალე. ახლა შენის ნებართვით ჩემო მარლენ ცოტა შავ პილპილსაც უზავ და ცოტა მარილსაც. ეს გამოდგა მარილი ბატონო. და კარგად აშიშინდა. რანაირად არის მარილი, როცა პილპილი არის? აიცადე, რა გინდა შენ? რაღაცა ბევრს იზავ და მე ვიცი ვერ შევჭამ. როდის იყო ეხა შენ ცხარე გაშინებდა, აი ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ რა. სუმიჭოჭებს რა გინდა. ზეითუნის ზეთს ბოლოშიც მოვასხამ, მაგრამ ეხლაც და ის კარაქი არ შევა თავისას ზეითუნის ზეთი. კი, მაგრამ ზეითუნის ზეთი თემა არის. 8 ფეხა და ზეითუნის ზეთი არიან ძალიან მეგობრულად. კი გენაცვალე. ცოტა სოიო, მცირეოდენი სოიო ჩვენ ცხოვრებაში. კი ბატონო. როგორც კი ახლა ეს კარგად აშიშქინდება და ახლა 3-4 წუთში ეგრევე მივცემთ ჩვენს 8 ფეხას და თავიდან უნდა გავაკეთოთ ეს. ცოტა უნდა გადავასხა ზეითუნის ზეთი, ცოტა პილპილი, ცოტა მარი. ციცაკაზე რა არის ხარ ხო თედოს რომ გავაკეთეთ. კი, ცხარე გაიქცა. ცხარე კარგი იქნება. გვაქვს თედო ოჯახში წითელი პილპილი? ეხლა რატომღაც მეგრულ რესტორანში რა მაგარი კითხვა დავსვი? რო არ იყოს. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. შენ რა არ მოგეწონა ახლა მთლიანი ნივრები რო დაინახე? ბიჭო, ნახე, არ მომეწონა არასწორი სიტყვა არის, მაგრამ ჩემს კლასიკურ ვარიანტში უნდა ყოფილიყო წვრილად დაჭერილი. გაიგე და აქ ახლა არის ძალიან ლამაზად შენი აღნიშნის არ იყოს და თავის არომატსაც მიცემს. აბა რა და ახლა მოგაწოდე წვრილად. მე და შენ ნიორი გვიყვარს. კი ბატონო. დაჭერი, ხო იცი, ესეთი თემაა. შენ გენაცვალე როგორ გაწყეინა. ნიორი საერთოდ მონადირე კაცისთვის არის, აი ძალიან ახლოს მდგომი. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენთაგანს თქვენი მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ ნიორთან. მე არ წარმომიდგენია ნადირობა, განსაკუთრებით ნოემბრის თვის შემდეგ, რომ ნიორი არ იყოს თემაში რა. ნიორი, სალა, ჟავეკიტრი. სალა ძმაო, ბახვა აკეთებს, რატი დოლიძის და ჩემი ძმაკაცი არის, ბახვა, მოკითხვა, ბახვას და მის ულამაზეს ოჯახს. სალას აკეთებს ძმაო. აი, ფრაზა ხო იცი, უნახავს გაქ, აი სალის უნახავს გაქხდის რა და ოჩა ბახვას. ყოველთვის ცოტა პადაგრევებს მაძლევს ხოლმე და მადლობა ბახვა შენ ჩემო კარგო. ეს პრინციპში მე მინდა გითხრა შენ რომ იმ ეტაპზე არის უკვე რომ შეგვიძლია თამამად დავადოთ ზემოდან ეს 8 ფეხა კიდევ ერთხელ მოვაყაროთ ყველაფერი რაც მოსაკრელია და მივცეთ 8 ფეხას საშუალება რომ ცოტა დაიბრაწოს და ჩაითუშოს. ამასობაში მე შენ ნიორს გაგიბზავდა. ამასობაში შენ მე ნიორსაც შემომაშველებ.
მოდი ახლა მე ცოტა სიცხარესაც ვუძა. თედო რა ეღირებოდა ეს კერძი რესტორანში? საინტერესო კითხვა არის. კითხვა პროფესიონალს. გიო, გადაიღე ერთი რას გვიპასუხებს. მობძანდი. მოდი ჩვენთან თედო, მოდი. ნუ ეხლა ჯერ პირველ რიგში კალკულაცია უნდა გაკეთდეს აღნიშნული კერძის, რა თქმა უნდა. კილო 23 евро. ნუ კილო 70 ლარი ხა. ძირითადად ეს კალკულაცია ხორცშიც უნდა გაკეთდეს, ასევე უნდა გაკეთდეს პოსტნეულში, ყველაფერს კალკულაცია ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ ემატება ფასნამატი ესე თქვა და მე მაგრამ თქვენ გაკეთებულ კერძს ჩემი სულ სხვა ფასი აქვს. ფასდაუდებელია, იმიტომ რომ ბევრად ესე თქვა არის რაღაცა გაგექცევა ხო ან მარილი ან რაღაცა ჩვენ მონადილეებს ეს მოგწონს რა ზედმეტად ცოტა შეიძლება სიცხარეც მოგწონდეს მარილიც მოგწონდეს და მომხმარებელი მაინც მომხმარებელია ესე თქვა რა რესტორანში რომ შემოდის მას შეიძლება კონკრეტული რაღაცა არ მოეწონოს ასე რომ თქვენ ბატონო გოგა არის ფასდაუდებელი ძალიან კარგი და სწორი შეფასება. ჭკვიანი კაცი ხარ შენ ჩემო თედო, ვერაფერს ვერ ვიტყვი. მარლენ, ლიმონი. არის უბროსო. ლიმონი არის ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ყველა სახეობას უხდება, რაც კი მოიპოვება მარილიან წყალში და ზღვაში და ოკეანეში. ნიორი. შეგიძლია აიღო დანიც და წაიღო. არლენ, მე მგონი ისეთი გამოდის. გასული დადგა ბიჭო. მე მგონი ისეთი გამოდის, რომ აი არც კი ვიცი როგორი გამოდის რა. ცოტა მეტი ლიმონს უზამ შენის ნებართვით რა. მე დამიტოვე ლიმონი რომ მე ცოცხლად მოვასხე. ბიჭო, გვექნება ოჯახში კიდე ლიმონი და იყოს რა გინდა. გემრიელად გააკეთა რა. ნახე როგორი ეს მოგვიტანა ადამიანმა. აი წინსაფარიც ხო მაჩუხა ეს თქვენ გეხსოვებათ ერთ-ერთი ჩვენი გადაცემიდან. ყველაფერი რომ მონადირის თემაში აგვიწყო ამ კაცს. მონადირია ეს კაცი და რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. გოგა, ბატონი. ჩვენ გვაქვს ესეთი რამ ნათქვამი, რომ პერიოდულად ჩვენთან ხვდებიან ხოლმე ჩვენი გამომწერები. კი. ზუკა, თუ შეიძლება მობრძანდი ჩვენთან, პატიოსანო ადამიანო. აი აქეთკენ მობრძანდი, აი აქეთკენ, ხო? აქ ცოტა ისე გვაქვს რომ ვერ გადმოხვალ ახლოს. დაენახვე მეგობრებს მოკლედ ზუკა არის ჩვენი არხის გამომწერი, მაყურებელი, აქტიური და აი ერგო წილად ჩვენთან ერთად არის დღეს. როგორ კმაყოფილი ხარ? როგორ მოგწონს თვითონ გადაღების პროცესი? ძალიან, რა ვიცი, აღფრთოვანებული ვარ. ჩემთვის დიდი პატივი არის თქვენთან ერთად. შემოგელი. რა ვიცი, ისეთ ემოციებში ვარ, ისეთ განცდებში ვარ, რომ ძალიან აღფრთოვანებული ვარ. შემოგევლო. ეხა იცი რა მაგარი რაღაცა მოხდება? ეხა მოხდება ძალიან საინტერესო რამე. ვიწყებთ დეგუსტაციას და როგორც წესი, მაგრამ გვაინტერესებს ხოლმე ჩვენი გამომწერები იწონებენ თუ არა იმ კერძებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რეალურად დაგვანახე მე შენი ემოციები. წავედით. ანუ ეხა შე რა გინდა რომ პირველი ლუკმა გავასინჯოთ ჩვენ სტუმარს, ჩვენ გამომწეს და ახალგაზრდა ჯერ შენ გასინჯავ და 2 საათის მერე გავასინჯებ რომ რაფერი არ მოვიდა. რა დღეში ვარ, მოკლედ არ ვიცი რა. ეხა მე ნახე რა მაინტერესებს. ეს კერძი, მოდი ესე ვთქვათ, მზად არის. ერთადერთი რაც სჭირდება, უნდა მივიღოთ. მაშინ დავაი, მაგიდა გავშალო და წავიდე. ხო და მოდი გავაკეთოთ ეხა მე და შენ ჭრა, იმიტომ რომ ჯერ მაგიდა გავშალოთ. კაი გენაცვალე. წავიდეთ. გახარებულები ვენახეთ ხალხო. ჩვენ გაგვიმარჯოს როგორც მეგობრებს, როგორც შემოქმედებს ამ პატარა კერძის, ამ პატიოსან ხალხს გაუმარჯოს როგორც მასპინძლებს. თედოს ძმა არის ეს პიროვნება, იცნობდეს ჩვენი მაყურებელი და ზურას გაუმარჯოს როგორც ჩვენს გამომწერს და ახალ მეგობარს. ღმერთმა სულ გამარჯვებულები გვამყოფოს. ეხლა მოვსვათ
მე ჩვენ სტუმრებს გავასინჯოთ და დავალოდოთ მოეწონება თუ არა. ელზის არ ვიცი და ღვინო დიდებული არის. ეხა ემოციები როგორი არის? გემრიელია ხო? ანუ მოგეწონა არ მოგეწონა რა მოგეწონა. ძალიან, რაღაცა ისეთი გემო აქვს. აი ნაცნობი რო გიჭამია და რო გინდა რომ აღწერო და ეხლა მაგ განცდაში ვარ რომ რაღაცნაირად დავაკავშირო რასთან შეიძლება იყოს რა მაქვს ისეთი გასაგები. ასოციაციას რისაც ისეთი რომ იწვევს ხო? კი, რა თქმა უნდა. თან პირველად გავსინჯე. და სიმართლე რომ გითხრათ, კი მქონდა მოლოდინი რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ ესეთი არ მქონდა. გადააჭარბა. კი, ძალიან ჩემთვის მიხარია. კი. ნამდვილად. ძალიან მიხარია თუ გემოც მოგეწონა, მე მგონი პროცესიც მოგეწონა კი, ძალიან. და აყოფილი ვარ თუ შენი სიამოვნე და შენ ხარ მაყოფილი. კი, ნამდვილად. მე მეტი აღარ მოგაწყენ, მიირთვი გემრიელად შეიქცი. გაიხსნა. ეხლა მაინტერესებს მთავარი შეფ-პოვარი ასე თქვა და რა სიტყვის თვითონ ამ რესტორნის ბატონის ართანია? ბატონი თედო. შეფურის აკითხა ჩემო მარლენ გოგასმერი. რა თქმა უნდა, მაგრამ გასინჯოთ გავსინჯავ ჩემო ძმა აუცილებლად და დავაგემოვნებ და მოდი ვნახოთ. არის ასაული? ბელისიმო. ძალიან გემრიელია, ძალიან არომატულია. ნიორიც კარგია რო არ დაჭერი ჩემო გოგა რა. არომატი უფრო შეაჭდა, კი. მართლა უფრო შეაჭდა, ძალიან გემრიელი. შენ ამან არის ის რომ ნიორი ჩავაჭერით. ჩააჭა მართლა? ცოტა მაინც უკენეთ ხო? აი შენს ჩემო ძმაო. მე რა დავაშავე მაინც. შენ ხო ამბობდი რომ არ უნდა უჭამო. ძალიან გემრიელი არის. ეი როგორ უნდა თქვა ეხა ამაზე რომ საბურავის გემოა ხო ამის დედავატი რა. დიალოგი გემოები არა სამბობ. საბურავი. შენ ეხა ნახე აი ამასთან ერთად ამ რაგუს საბურავის გემო აქვს მალაიზიაში რო ჭამო იქ რომ მიირთვა იმათი მომზადებული, მაგრამ მე ვფიქრობ რომ აი ქართულია ის რაც არის შეკაზმაქვს დავეტყოდი, იმიტომ რომ ისეთი შეზავებული არის ეს ყველაფერი რომ მე ვფიქრობ რომ აი ბევრგან მაქვს ეხა რა ჭამი სადაც ყოფილ ვარ, რა ვიცი ეხა ზოგადად ზღვა და ზღვის პროდუქტები ჩემია, მაგრამ აი ესეთი მომზადებული და ესეთი შეკაზმული ერთმანეთში საოცარია. მათია არ დაგიმალავ და აი ხა მე ჩემთვის როგორ არის იცი? ანუ სპეციალურად მარტო ის თქვა გადმოვიღე ხორცად რომ აი ყველაფერს ისეთი გემო აქვს, ეხა ის პომიდორიც სხვა არის, აი ვიდრე სადმე სხვაგან რო იმეს აქვს. ჩვენი არის მაინც აქაური პატარა ლამაზი ნაზავი აქვს ჩვენი სუნები. გემოების თამაშია. ფანტასტიკურია. მე იმას დავამატებ შენს ნათქვამს, რომ შეზავებას რაც შეეხება რა, გოგას აქვს ძალიან კარგი შეზავების სტილი. რაღაცა სუნას ვერ მივაგენეს, მაგრამ ეგ ექნება მოტანილი და ჩუმად ჩაყრილი ამას და გოგასებული შეზავება ქვია ამას რა, რომელიც არის ძალიან არომატული და ძალიან გემრიელი. ყოჩახ შემოგოგა. გაიხარე თედო, მიხარია რომ მოგეწონათ, იმედია ჩვენი მაყურებელიც არ დაგვშა გულდაწყვეტილი და თუ ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი რომ გააკეთოთ ვაფეხა თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის, თქვენი ოჯახის წევრებისთვის ერთ-ერთ რეცეპტად შეგიძლიათ ესეც გამოიყენოთ. აბა გაგიმარჯვოთ ხალხო, ღმერთმა სიკეთე მოგცეს ყველას. გამომწერებო გელით. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.